რა მაინტერესებს, აი ბავშვობაში, როდესმე აი მქონიათ ესეთი აზრი, გიფიქრიათ, რომ როდესმე აი თქვენი ცხოვრება ეკლესიას დაუკავშირდებოდა? არა, არ მიფიქრია არასოდეს, მაგრამ სამართლიანი ვიყავი ყოველთვის. აი უსამართლობას ვერ ვიტანდი ბავშვობიდან. რაღაცა აი ჩემს მიმართ რაღაცა უსამართლოდ რომ მოიქცეოდა, შემეძლო გაჩერება, მოთმინება, მაგრამ სხვის მიმართ არა. აი სხვას რომ მოიქცეოდნენ, იქ ვერ ვითმენდი, თუ ჩემი მეგობარი იყო არა. და აი ეს მოთმინება ზოგჯერ მიშლიდა ხელს და რაში რომ ვითმენდი იმას ეგონა რომ მეშინოდა. და მე უფრო მეტ შეტევაზე გადმოდიოდა. მეც ბედავდა. დღესაც ესე ვარ, დღესაც ისეთ რაღაცებს მაკადრებენ. თუნდაც ახლაც რაც ხდება. ვითმენ, მაგრამ ბოლოს ეთქობა ამით მივედი ეკლესიაში. ამიტომაც შევრჩი ეკლესიას. და აღმოაჩინე რომ ყველაზე სამართლიანი ეს ქრისტეა. მე სემინარიაში სამაგიდო წიგნი მქონდა ისა ბევრი, მაგრამ ერთ-ერთი იყო ისა პლუტარქეს გამოჩენილი ადამიანების ცხოვრება. იქ ფილოსოფოსებზე, ალექსანდრე მაკედონელზე და ყველაზე წერია და სამაგიდო წიგნი იმიტომ იყო, რომ ბევრჯერ მაგ წაკითხული. ბევრჯერ ყველა ცხოვრება მაგ წაკითხული რამოდენიმეჯერ. მიყვარს ეს ბიოგრაფიული წიგნები, მიყვარს და ფილოსოფიური ყველაზე მეტად. ხო და ყველა ცხოვრება ვიცი, რაც დაწერილა. ყველა სწავლებაც ვიცი, რაც დაწერილა. აი ეს დიდი ადამიანების. მაგრამ ქრისტეს ხო რამე ვერ შეედრება. აი წარმოიდგინეთ ნიჩე, რომელიც იძახის რომ ღმერთი მოკვდაო, ქრისტეს გამონათქვამს მაინც ვერ გაურბის, ვისაც ყური აქვს ისმინოს. ამას იმეორებს ხშირად. ვისაც ყური აქვს ისმინოს. იმის გამონათქვამს კაცი რომელიც ღმერთს ებრძვის, მაინც ვერ გაურბის და მაინც ქრისტეს სიტყვას იყენებს, რომელიც საოცრებაა.